რატომ არ არის დღეს კვირიკაშვილი პრემიერი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ძალიან თულიც არის და ადვილიც არის ამ კითხვაზე პასუხი გასი, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვარ, აი მას ვიტყვი ნამდვილად. დღეს ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს აბსოლუტურად დავწმუნდი. და ბატონი ბახტაძე მე მას პირადადაც მიმართა და ეხაც მიმართავ ეთერიდან, იქნებ რამდენიმე დღე დააჩა მას და მართლაც მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. აი გულობთ გეუბნებით, შევედი მის მდგომარეობაში. აბსოლუტურად აი ეშაფოძზე შეაყენეს და დამოკლეს მახვილი დაკიდეს, ბიზნესიონშო დაკიდა, მას აბსოლუტურად სხვაგან არის ადამიანი. აბსოლუტურად სხვაგან არის. წარმოდგენა არ აქვს, მე მართლა დამჭერ შტაბ-ბიჭირება, არ იცის რა ელოდება. თავისივე გუნდის წევრები, ვინც იქ ისხდნენ, პირველები იქნებიან, ვინც ლაფვა შეარტყამენ ზურგში. აი ამაში აბსოლუტურად დავწუნდი დღეს. მაგრამ ის რომ ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება, ეს ნორმალური ვითარება ნამდვილად პასუხისგებლობის მქონე ერთი მაღალი თანამდებობის პირიც არ არსებობს. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იტყვის, რომ მე რაშუაში ვარ მუხთალის საქმესთან დაკავშირებით და ეს არის პროკურატურის საქმე, თითქოს ის არ იყოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს. ეხლა საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეზონანსული ძალიან ცუდა წარმოჩინდა ქვეყანა, ხო? ადამიანს ტომარა თავზე ჩამოაცვეს, თაწმინდა გაიტაცეს, ასივე კამერა წაიშალა, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და შინაგან საქმეთა მინისტრი არ ვიცი ეთერში გავიდა თუ არა. მეუბნება მე არაფერ შუაში არა ვარ, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია. პროკურატურაში პროკურორი არ მყავს, ხო? რომს იყოს, ნუ ეხლა ეს პასუხი არის, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის მხრიდან ეს ერთი. მეორე გამოდის ბატონი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარი წარსულისა ცხენია. იმდენად დაიბნა მაპატიეთ რა, მინდა ეს დეტალები მეგონი იქ არის მოდა კარგად. იმდენად დაიბნა, რომ წავიდა განავითარა მოსაზრება თითქოს ნაციონალურ მოძრაობამ 2012 წლამდე რაღაცა კანონი შეცვალაო და არ მქონდაო შესაძლებლობა და ამიტომ ჩაურიცხეო. ჩაურიცხა რომ თქვა ბატონიკა აქ საუბარია იმაზე რომ თიკა მოგოჩავა დაუსვა კითხვა რომ რამდენად წამოდგენთ ეხა აი აქ არიან ადამიანები წამოდგენილი ვინც მართლა თავიდან ბოლომდე ანუ იყვნენ რეალური ოპოზიციონერები და 2012 წლის აგვისტოში იყვნენ ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაში მაშინდელ ხელისუფლებასთან, ხო? და 2012 წლის აგვისტოს თვეში დღევანდელი ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 20,000 ლარს ურიცხავს ნაციონალურ მოძრაობას. მე რა უბრალოდ უნდა თქვა სიმართლე ანისიანაზე. მაგრამ ვერც ეც ამბობს და ვერც მეორეს ამბობს და თქვა რომ უბრალოდ ჩემი საბანკო ანგარიში ტექნიკური თვალსაზრისით გამოიყენესო. ვინ არ თქვა ეს აღარ დაამატა. ანუ შერცხვა რეალურად. სიამდვილეში რა მოხდა? ორივე კალათაში ჩადოკვერცხი, ნაციონალურ მოძრაობის კალათაში ჩადოკვერცხი და ქართულ ოცნებასაც ალბათ მიაწოდა, რომელიც გაიმარჯვებდა. რომელიმე გამოიჩეკოს. კი, პრემიერ-მინისტრს საუბრობ, ჩვენ ვარ საუბრობთ ვიღაც რიგით მოქალაქეზე. თქვენ თქვით რომ რამდენიმე დღე დარჩენია და იქნებ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, თქვენ გულისხმობთ რომ თქვას რომ წარმოვიდგინეთ ეხლა ადამიანს რომელსაც არ აქვს კითხვაზე პასუხი, გამოდის და თავს იწონებს და ამავე დროს არც მალავს და ამბობს რომ სამართალ დამცავი ორგანოები არ იქნება ჩემი კომპეტენცია საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ამბობს. ამას ნუ ირიბად ამაზე მიგვითითებს. არც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება, ასე ჩემი საზრუნავი, არც პროკურატურა, არც თავდაცვის შინაარსი. ადამიანი საუბრობს მხოლოდ ეკონომიკაზე, არა და რომც მინდოდეს დაუჯერო, რომ ეს ადამიანი მართლა ცოდნე, გამოცდილი, განათლებული, კარგი ეკონომისტი, კაი ფინანსისტი. პრაქტიკაში რო ვიხედები, რაც მან გააკეთა, ანუ ემპირიულად რა შედეგი დადო 2013 წლიდან 2018 წლამდე 17 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გაანახევრა შემოსავალი საქართველოს რკინიგზაში და თვითმბრუნვა შემცირდა 50% 20 მილიონი ტონიდან 10 მილიონი ტონამდე. ამაზეც პასუხი არ ქონდა. ამის შემდეგ, როდესაც კითხვა დაუსვი თუ რა ურთიერთობა გაქვს ბატონ უჩა მამაცაშვილთან, კითხვაზე პასუხი არ გამოსცა და რატო ვეკითხებოდი? იმიტომ კი რომ ახლა ძალიან მაინტერესებს, რკინიგზის ჭრილში მაინტერესებდა პასუხი მიმიღო. იმიტომ რომ მთელი 4 წლის განმავლობაში ბატონი ბახტაძე სანამ იყო რკინიგზის ხელმძღვანელი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა ვერ შეაღწია რკინიგზაში და ვერ მოახდინა იქიდან დოკუმენტაციის ამოღება, რომელიც ეხებოდა შესყიდვებს და რაც შექონდათ რომ ფასნამატებით იყო, არარეალური ფასნამატებით, ყოველ შემთხვევაში იქ რაღაც შესყიდვებში. თვითმბრუნებზე საუბარი ზედმეტია. წარმოვიდგინეთ ამ ვითარებაში მოუწია რკინიგზას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დავა სასამართლოში და სასამართლომ არ გაითვალისწინა არგუმენტი ბატონი ბახტაძეს. ანუ ეს შევთხოვით არ მომხდარა, ხო? არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს და მეტიც ბატონი გახარია გვერდით ეჯდა
და რეალურად მე იქ ვიგრძენი რომ რეალური პრემიერ-მინისტრი არის ბატონი გახარია, ადამიანი რომელიც შემჩნეულია კონკრეტულ სისხლის სამართლის დამნაშავეებზე ხელის დაფარებაში ხალხო. დიახ, აი აქამდე მივედით ბატონ ნიკა, მე პირველი კითხვა ეს დაგიშვით, ვიდრე ბახტაძემდე მივიდოდით და ბახტაძეზე, მის პიროვნებაზე, მის პროგრამაზე, გეგმებზე, სამინისტროების შემცირებაზე ვისაუბრებდით, ხომ არ გამოდის მაინც თავისთავად ისე, რომ ქართულ ოცნებას რაც უნდა და მე ვამბობ კი ბატონ, ჩემი სუბიექტური შეფასება, იქნება ასე არ არის, თქვენ მითხარით, რომ მოხდა მაინც ის. ზაზა სარალიძეზე და მაჩალიკაშვილზე, რაზეც ვსაუბრობთ დღეების განმავლობაში და როდესაც ჩვენ მოლოდინი გქონდა, რომ უნდა გადამდგარიყო მთავრობა, სწორედ ამ საზოგადოებრივი პროტესტის გამო და როდესაც გადადგა პირველი საბჭო ქონდა, ამიტომ გადადგა. არა, ქართულმა ოცნებამ თავიდანვე დაიწყო ხაზგასმა, რომ ეს არაფერ შუაშია, ეკონომიკა, სიღარიბე და ისე მოხდა მაინც, რომ ძირითადად დღეს ყველა ლაპარაკობს ბახტაძეზე, მის პროგრამაზე, სიღარიბეზე, ეკონომიკაზე, სულ უფრო იშვიათად ისმის სწორედ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის რეალური ბიზნესი რა თქმა უნდა არის ის, რომ მთელი წყება დანაშაულებებისა სახეზე არის გაშიშდა შინაგან საქმეთა მინისტრი, თორე ის იყო უპირობო კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისა, უბრალოდ ბატონმა მაჩალიკაშვილმა და ბატონი სარალიძემ მათმა ასე ვთქვათ ძლავრმა საპროტესტო აკციებმა და ხარდაჭერმა აქციებმა არ მიცეს ბიზნესში საშუალება ამ ეტაპზე დაენიშნა ბატონი გახარია, თორე რეალურად მიზეზი რომელი ეკონომიკა, რომელი ეკონომიკური დაღმასვლა ხახნო, რასაც ბატონი ბიზნესში საუბრობდა, იმას საუბრობდა მე ბატონი ღარიბაშვილი, იმას საუბრობდა ბატონი კვირიკაშვილი და იგივე საუბრობს ბატონი ბახტაძე და 6 წლის განმავლობაში ხალხი ეხლა რომ მართლაც გონიათ რომ ყველაფერი ჩავითარა და ვერ ხდება და ანალიზ ვერ აკეთებს. მოვიდა ბიზნესმენში საუბრობდა ყველა კომუნალურ გადასახადს გავანახებებოდა ელექტროენერგიას 5 თეთრამდე ჩამოიყვანა და 25 თეთრი გახადა. გააძვირა საწოლის ფასი ისტორიულ ნიშნულამდე, გაუფასურა ლარი, უმუშევრობის დონე იზრდება და იზრდება. ხალხი ამ ქვეყნიდან გარბის, პენსია არ იმატებს 1 ლარით. ნუ რომელი ერთი მოგიყვეთ, ხო გაუსაძის მდგომარეობა და ამ დროს გამოდის და საუბრობს ბატონი ბახტაძე თითქოს მე მაქვს გეგმა ეხა კონკრეტული, როგორ გავიხსნა ქვეყანა და როგორ გავიყვანოს ორ გზაზე სახელმწიფო და გეგმა არის იგივე რაც ბიზნესში ჰქონდა 2013 წელს. ეხა დაუბრუნდებით თქვენს დემოთით ვაბატეთ ბატონ და სხვა სტუმრებთან ბატონ გახარიას. მე ბატონ გახარიას დაუდე პირობა, რომ ბოლომდე მივყვე, ვიცით რა, ვალდებულისა როგორც პარლამენტის წევრი. არა იმიტომ რომ მე რაღაც იმუნიტეტის მოსარგებლე ადამიანი ვარ და როგორ გაბედეს და მელიას როგორ მოკიდეს ხელი და როგორ გაიტაცეს და ხელბორკილები დაადოს. უბრალოდ დამიმტკიცოს რა კონკრეტული სამართალდამცავად უნდა ადმინისტრაციულ ჩავიდნენ. არ არსებობს იქა ბიჭები, ახალგაზრდები, რომლებიც ედგნენ ბატონ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, არაფრის გამო დაიჭირეს და დღეების განმავლობაში შეაგდეს ეხაც არიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში და მოსამართლეს ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. მაგრამ მე ხო არ ვიცოდი ვინ მომიტაცა რა, კოლეგების აზრის მაინტერესებს. მე ვწდები კოლეგების აზრის მაინტერესებს რა. მას შემდეგ როდესაც იდენტიფიცირება მოვახდინეთ თუ ვინ მომიტაცა, ვინ ამიტაცა, უშუალოდ პირდაპირ გაგებით, ვინ ჩამტერა იმ მანქანაში და ვინ გამიტაცა და მე 1 საათში თურმე როგორც ხათუ მოვუსმენთ რომ ვიცანით რომ ეს ნიკამელია იყო და ამიტომ გამოუშვით და განრიდება როგორც ახალი მცნება ისე შემოიტანეს. საოცრებად წავაწყით რა, უშუალოდ ადამიანები ვინც იღებდა მონაწილეობა ჩემს ვითომ დაკავებაში არიან არა რიგითი პოლიციელები, არამედ უმაღლესი თანამდებობის პირები პოლიციის შესაბამისი უწყებების. მაგალითად, ბატონი შალვა ბედოიძე. ეს არის ქალაქის სამმართველოს უფროსი. ნუ აი ეს ადამიანი უშუალოდ ბოლომდე სანამ არ ჩამაგდო სალონში არ მომიშვა. დიახ, ეს შემდეგ ბატონი თემურ კალანდაძე, შემდეგი დანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი. უშუალოდ ამას ეჭირა ჩემი ფეხები მაგალითად. იმას თავი. ხო, ეს ადამიანი თემურ კალანდაძე აი ძალიან მოწადინებული იყო ტელეფონი წაერთვა და ნუ როდესაც მივხვდი რაშიც იყო საქმე, გადმოვაგდე მანქანიდან და ჟურნალისტებმა იყო ჩაღეს და აიღეს. რატომ უნდა მე რომ ამას მიკეთებე პარლამენტარი ვარ თუ რაცაა ვარ, აჯანდაბაც მქვია, ხო? წამოვიდგე რიგით ლოკალს რა დაუკეთებე. შემდეგ ბატონი ბაჭულაშვილი, ეს არის ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე. აი ეს ბატონი, ესეც. შემდეგ ბოდიში, აი მინდა რა აუცილებლად სულხან თამაზაშვილი, ეს არის ვაკე სამმართველოს უფროსი, ეს ადამიანი. ამას ჩემი თეძოები ეჭირა. ანუ უშუალოდ ერთი წუთით რა ბოდიში. მანუჩა მამსირაშვილი, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი. ბოდიში სამი დარჩა. მიხეილ ქურდაძე, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე. პაპატიეთ, მიხეილ პაპიაშვილი, დაინაძალადევის სამმართველოს დეტექტივების უფროსი და თემურ კუპატაძე, რესპუბლიკის საპატრულოს უფროსი. ამას რა ეჭირა?
ხო. ერთი თუ წარმოგიდგენიათ, აი, ავალად გეკითხებით რა, თუ ყოფილა სამე პრეცედენტი, რომ პოლიტიკოს, აი ამ ადამიანებს დაქვემდებარებაში ყავს თავიანთ მხრივ, ზოგს 300, ზოგს 400, ზოგს 1000 ქალაქ სამართლის უფროს, რამდენი პოლიციელი ყავს დაქვემდებარებაში, ხო? უშუალოდ მოდიან და ოპოზიციური პარტიის პოლიტიკოს იტაცებენ. რა გიპასუხოთ გახარიამ? რა უნდა მიპასუხოს გახარია? მიპასუხოს სრულად საპირისპირო, რომ სამართა დარბაზას ქონდა ადგილი, რასაც ვერ ამტკიცებს და თუ კი ისე მოიქცევი, აუცილებლად ისევ დაგიჭერო და კი ბატონო, ეხა როდენდე დამიჭეს, მაგრამ ამას რატო უსვამ ხაზს? ეს არის ნათელი დადასტურება, რომ პოლიტიკური დაკავება იყო, პოლიტიკური დავალების შემსრულებელი იყო ეს თითოეული მათგანი. ვინ გასცემდა ამ ადამიანებს ბრძანებას თუ არა ბატონი გახარია? მესმის შესაძლებელია კონკრეტულ ფაქტზე წაგასრონ და იქ რომელი პოლიციელიც არ უნდა იყოს, ვალდებულია კანონის თანახმად დაგაკავოს. უცბად რაღაცაად გამოჩნდნენ მთელი ძლიანი ამ ქვეყნისა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამიყვანეს და ერთხელ ვიხოთ თავი. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, გაუგებარი დღე იყო, მთლიან რა ხდებოდა ვერ გაარკვევი. არაერთხელ რა ხდება? 5 დღე ერთი კვირის წინ აკავებენ ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი აკავებენ სუსის თანამშრომელს, რომელსაც მთელი აღჭურვილობა აქვს, როგორ უსმენენ ოფისს ოპოზიციური პარტიის. ამის შემდეგ ვიღებთ ინფორმაციას, რომ დეპუტატს საკრებულოსაც რკინას ატამენ თავში და არავის არ აკავებენ. ამის შემდეგ ვიღებთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს დევნა ყველა რაიონში და რატო გიკვით ხალხო, მე უბრალოდ ამოჩემოებული კი არ ყევა რა ამადამეზე შემთხვევით კი არ მოდის ის ბორჯომის დამგებელი თავში კი არ მეტყვა შემთხვევით ხალხო. იმიტომ რომ ეს არის მართლაც ერთ ხელწერა გახარიასი, რომ ეხა თუ მელიას თავში ჩაარტყამ, თუ ბესო ქათამაძეს თავში ჩაარტყამ, დავაშინებ მოდი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიის რიგით აქტივისტებს და ვაფიქრებინებ, რომ მოდი ეხა აი ამ ხელა ადამიანს პარლამენტის წევრს, თუნდაც უსამართო, თუნდაც კანონის დარღვევით, თუ ვაკავებ, ვინმე კოტე აშეშინდება ამაზეა გაკლა, ამიტომ ჩამოყალიბდეთ დრო არის ხალხო რა დემოკრატიულ წყობილებაში ცხოვრობთ, მე იმას ხო არ ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობის ანგელოზები ხალხო, მაგრამ გამახსენეთ აგერ არიან ეხა წაუტრევია ნებისმიერ ხელისუფლებას კისერი კონკრეტულ დანაშაულებებზე, მაგრამ როდესაც შვილმტარი მამები 6 თვის განმავლობაში კვლელებსა და მკვლელების ფარველების დაჟდას ითხოვენ და სახელ და გვარებს ასახელებენ და აქეთ გადმოდის შინაგან საქმეთა მინისტრი და მე მეუბნება, რომ თუმე მე არა ვარ აზე და ასეთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რას მიტყობთ? რა გზა გრჩება, ხო? რას მირჩევთ თქვენ ან საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არ მიაჩნია მისაღებად ხშირ შემთხვევაში ხმაური, არ მიაჩნია ბრძოლა და გონიათ რომ ეხა ბატონი გახარია და ქალბატონი წულუკიანი, ბატონი ივანიშვილი, ეხა ჩვენ დავხვდებით სახლებში, შევხედავთ სოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, ფეხბურთს მე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება თავისი სწავლის სახლებში. დღეს კიდევ ერთხელ ჩემთვის მე 1000-ჯერ და კიდევ მიხარია რომ ნენელა ბევრი და ბევრი ადამიანი ხვდება რა ქვეყანაში ცხოვრობთ. მას შემდეგ რაც კინო რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გააკრიტიკა ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთ ეთერში, დღეს ბატონმა ივანიშვილმა სტიპენდია, რომელსაც წლების განმავლობაში უხდიდა ქართულ ჯგუფი, გაუქმა, დაურეკა ვინმე ჩხეტიანმა ქართულ ჯგუფიდან, ბატონ შენგელაია საუბრობს ამას და უთხრა, ჩვენთვის მიუღებელია ბატონ ჩემო, ის განცხადება, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილზე გააკეთეო და შეუწყვიტეს. დათნახი და რა არის? თუ მართლა კინორეჟისორზე დარდო და კინოზე დარდო, ან შეგაგინებს, ან არ შეგაგინებს, ხო, მაგრამ დარდობს ბიძინა ივანიშვილი და ფულს უხდის მათ ვინც მიაჩნია რომ არის ღირებული რომ იყოს ჩუმად. შესაბამისად ხალხო, წარმოიდგინეთ, ასეთი არის 100 მე ვიცი ერთი ეთერი გვეყოფა, მე არ გვეყოფა. 166 ადამიანია, ვინც რო გადახედოთ ნაციონალურ მოძრაობა, როდესაც იყო ხელისუფლებაში, იყო ძალიან აქტიური. თქვენ ეთერშიც იყო. თვებს იწეწავდნენ, ჩხუბობდნენ, ხშირ შემთხვევაში სამართლიანად აქციებს აწყობდნენ, ხატრები ბოდიში ნაწილი რექტორი რამდენიმე მათგანი, ექიმი, სად არიან მწვანეთა ორგანიზაციების თავმჯდომარეები, დუმილში უხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს ხალხო